საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში დათო მაღრაძის წიგნის ჯაკომო პონტის აფხაზური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომლის მიზანი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება და პოემის აფხაზურ ენაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის, ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა, შეიძლება ასე ითქვას. მინდა მადლობა მოუხადო ბატონ დავითს მისი პოეზიისთვის და განსაკუთრებით იმ აფხაზ პოეტს, რომელმაც თარგმნა აფხაზურად მისი ნაწარმოები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა კულტურული გზით, ემოციური გზით, სიყვარულის გზით ქვეყნის გაერთიანების, ერთმანეთის გულების გაერთიანების მიღწევის და დარწმუნებული ვარ, სწორედ აი ესეთი მცდელობები, როგორც არის დავით მაღრაძის პოეტური ნაწარმოები და იმ უცნობი აფხაზი პოეტის, რომელმაც თარგმნა ჯერჯერობით სახელდაგვარს ვერ ვამბობ. ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ნიშანია და კვალი იმისა, რომ ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად შევქმნით ერთიან ძლიერ საქართველოს. ბავშვობაში, როცა სოხუმში სანაპიროზე ვცურავდი, მაშინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ გაიზრდება ბავშვი, დაწერს პოემას, შემდეგ აფხაზები გადათარგმნენ აფხაზურად, შემდეგ იორდანიაში ჩერქეზული კულტურის ცენტრის და ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს საერთო ძალისხმევით ეს გამოვა აფხაზურ ენაზე იორდანიაში. ჩატარდება ამანში პრეზენტაცია და დღეს უკვე ტირაჟი აღარ არის, რამდენიმე ეგზემპლარი დამრჩა და უცბად აი ჩვენმა სამინისტრომ, რომელიც მადლიერებმა მინდა გამოუხატო, განაცხადა, რომ მზად არის, რომ ტირაჟი დაბეჭდოს ისევ.